ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია კოლხეთი, როგორც დასავლეთ საქართველოს სამეფო, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ხალხი. ძველი კოლხეთი მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას, როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე დღევანდელი თურქეთის და რუსეთის ტერიტორიებს. ძველი ბერძნული მითი მოგვითხრობს, რომ კოლხეთის სამეფო ძალიან მდიდარი ქვეყანა იყო. მას გააჩნდა ოქროს საწმისი, ანუ ოქროს ცხვრის წყალი, რომელსაც გველეშაპი იცავდა. ლეგენდის თანახმად ბერძნები იასონის მეთაურობით გამოემართნენ კოლხეთისკენ, საწმისის ხელში ჩასაგდებად. მათ გემს ერქვა არგო. სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ არგონავტები. ამ დროს კოლხეთში მეფობდა მეფე აიეტი. მას ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი მედია, რომელსაც დანახვისთანავე შეუყვარდა იასონი. მეფე აიეტმა უთხრა იასონს, რომ გადასცემდა ოქროს საწმის ერთი პირობით. მას უნდა შეება უღელში სპილენძის ჩლიქებიანი, ცეცხლის მფრქვეველი ხარები, მოეხნა მიწა, დაეთესა გველეშაპის კბილები და შემდეგ ნათესიდან ამოსული დევები დაემარცხებინა. იასონმა ეს ყველაფერი მედიას დამზადებული ჯადოსნური მალამოს საშუალებით შეძლო, თუმცა აიეტმა მაინც არ შეასრულა დანაპირები, რის გამოც მედიამ და იასონმა მოიპარეს ოქროს საწმისი და ისინი ერთად გაეშურნენ საბერძნეთისკენ. ასე ჩაიგდეს მედიას დახმარებით ბერძნებმა ოქროს საწმისი ხელში.